აქვს და მერთი აი ნახვების მიხედვით დავდებ რა. ნიკამ თქვა მარის ვიდეოები ნახევა და კინაღამ გამოვიქეციო. მართლა? ცუდად ვარ. აჩი ჩამერთე. კატებს რომ მიგზავნის. ხო აბა ეხლა ჩემ ვიდეოებს რო ნახავ და რა თქმა უნდა გამოიქცევა. რამდენი გაქვს სიცხეო? არ ვიცი გუშინ 1.38 მექნებოდა და რა დავიძინე და გავიღვიძე, ანუ აღარ მქონია, რავი, კარგად ვარ. ლომა. აი ლომას რატო წერთ? შენი რაღაცები დაგვათვალიერებინა ჩანთებიო, ვაიმე ხახო, ეხლა ისე გემრიელად წევად. მერე მოვხაზოთ ეგ კონტენტი თუ მართლა გინდათ. მარი რა გჭირსო? დეპრესია მაქვს მეგობრებო. რამ ჭირს და ცოტა ცუდად ვარ ისევ რა. მაინც ასე თუ ისე რაღაცნაირად არ ვიცი გუშინ რა დამემართა ესე უცბად ამიწია სიცხემ და ანუ რავი ვერ ვარ მაგის მერე. მია სად არის? აქ არის ჩემს გვერდის წელს. ძალიან გემოვნებიანი ხარ და მაგიტომ საინტერესო იქ. აუცილებლად გავაკეთოთ. ამეკვია და ლომაო. ჯავახ არის გუდაურში ძმაკაცებთან ერთად. მარ არ ხარ მარტო ნიკასაც ტვინი წაუვეს თავის ლავში. ვიცი და მომწერა გაგიჟებული იყო და სუდად ვარ გაგიჟებული იყო და მე რა მითხრა? კაი ხო ახლა ლავში არ მინდა რამდენი კაცი უყურებს. ბავშვები წერენ მაგას არ ვიცი ხო და ან უნდა გამართო კომენტარები ან აი ამ ბავშვების გასპამულ რაღაცებს არ უნდა მიაქციო ყურადღება და მაგიტო ვერ ხვდებიან ბავშვები არიან ახლა ამ ასაკში მეც ვერ ხვდებოდი რაღაცებს და ვერც თქვენ ვერ ხვდებოდით ალბათ ამ ასაკში რაღაცებს. კი გააგიჟეს ბიჭი იქ და რას წერდნენ ეგეც ლაივში ჩემზე? ანუ არ ვიცი მე არ ვუყურებდი. რაღაც სახცვალაგებდი და წეღან გავიგერო ლაივში ხო. დაშორდით ხო არა არ დავშორებულ ვართ ხო არ დავშორებულ ვართ რა გჭირთ. ჯავახას TikTok-ი დავბლოკესო არა ეთყობა შენ დაგბლოკა. დედასთან როგორ ხარო? დედასთან როგორ ვარ? მარიამ სიცხე ხო უსპამავდნენ. ვაიმე რატო უსპამავდნენ? ჯერ ერთი მე თუ სიცხე მაქვს პირველი მაგალითის ხო? მარიამ სიცხე შენსაც რეალებაში ნაძირულო. ვაიმე მაგიტომ მომწერა გაგიჟებულმა. ცუდად ვარ. ტვინი წაიღეს ხო რავი ხალხო თუ ერთად არ ვართ ტვინი მიაქვთ და ბავშვები არიან ანუ არ ესმით რომ ცოლქმარიც კი ცოლქმარი რო ცოლქმარია ეგენიც კი დადიან ცოლცოლკე ადგილებში ხო ანუ ვერ დადის ალბათ მათ ტვინში მეგონება პარაცეტამოლია ხავა ჩემი პარაცეტამოლია ცოლქმარი არ ვართ ერთად 24 საათი ხო ანუ ხალხო ცოლქმარი არ არიან ერთად 24 საათი და ანუ შეყვარებულები ანუ ღმერთო ვისაც 24 საათი ერთად არ ვიყავით და ერთად არ ვართ და არ ვიქნებით ეხლა შეარგეთ ბიჭს მაგაცებთან ერთად წასვლა და ის რა ქვია სრიალი კითხვა ჯავახას რაში ან ვისში გაცვლიდიო ვაიმე ეს გეხვეწები რატო ამიპინეთ ხატია შენ დამიპინე რა სისულელი კითხვა არის ანუ რაში უნდა გავცვალო ან ვისში უნდა გავცვალო ეგ ვის დაებადა ესეთი მაგარი კითხვა ბურგერში ჯავახას გავცვლიდი
ეხლა კარგ კახურად შემწვარ მწვადში მე გუშინაც ვილაპარაკე შოთის პური რო არის და ესე რომ ჩამოაცვალ ხახმებს რო ჩაუდებ და ერთი ჭიქა ღვინო და ეს კახური მწვადი და შოთი და ღვინო აი მაგაში გავცვლით გადაწყვეტეთ შენ და ანუტამ სად მიდიხართა? ჯერ არა. მაგრამ ალბათ ყაზბეგში. ხმაზე რა გჭირსო? ცუდად ვარ ხალხოს იწება, ცოტა გავცივდი გუშინდელიდან გასული ვიყავი და ჯავახამ თქვა რომ აუცილებლად იქნება, ბარ იქნება. ჯავახამან და ლეში მარიამთან ერთად მივდივართ ხო? დიახ, მივდივართ ერთად. მე მარიამ რეიტინგი როგორ დაგივარდა? ხო, ძალიან დამივარდა მართალი ხარ 100%-ით. შენი რეიტინგი მანახე ერთი ძალიან მაინტერესებს ფეიკებით რო წერ რაღაცე. ანტალიაში როდის მიდიხართო არ ვიცი. მე მგონი მალე. გონი ერთ კვირაში მივდივართ, არ ვიცი ზუსტად არაფერი. მართალი ყოფილა ეს ხალხი მართლა სიცხე აქვს გოგოს და იმას რა ასრიალებსო. ხო, აბა ჩამოვიდეს თბილისში და აქ დამიჯდეს, ანუ შოკში ვარ. მარტულში დავდივარ ხოლმე იცით ხო? დედაჩემის ქმარი არის იქიდან რა, იქ აქვთ სახლი აშენეს და ხანდახან ზაფხულობით ჩავდივარ ხოლმე და ძალიან მაგარია იქ მდინარეები და ისინი ძალიან ლამაზი ადგილია. ორსულად ხარ მარხო 5 თვის. დედა შენს ორი ქმარი ყავს. ხუთი არა გოგო 3 ხო ბოდიშით 3 თვის. მარტვილის კანიონში ხარ ნამყოფი რა ლამაზია კი ძალიან ლამაზია ულამაზესია მართლა ამ წელსაც მინდა წელს მოხვალო ზაფხულში ალბათ კი ფიქრობ რა ჩამოვალ ცოტა ხნით პარიზის ვლოგი როდის იქნება დაახლოებით აი ხნიკა ჩამოვა და რომ ჩამოვა დაიდება რა ალბათ მეორე დღეს ისე მენატრებით ახლიდან ვუყურებ ჰაუსი თქვენ კი არა ხალხ ხანდახან რო არ ვიცი ძველ ეპიზოდებს ვუყურებ ხოლმე რა რაღაცები რაც არ მახსოვს ის ჩემიდან იგას მომენტები რაღაცები ძალიან საყურებელია გიუვინა შენი არავინ ხა ჩართეო ხო წეგან ერთად და გამოსულიყავით ლაივში მაგრამ სად არის არ ვიცი რეალურად დაურეგეთ უთხარით შემოვიდეს რამდენი წლის ხარო ხო ორ კვირაში ვხდები 19-ის შენ ამბობდი ჯავახას საჩუქარია რა ჩუქერა ჯავახას საჩუქარი
სიმებს ჩავუჭეკი ხოლმეო. დავურეკო? გოგო, ვურეკავდი, მე წეღან მირეკავდა, გავიდეთ ლაივშიო და აჩის ველაპარაკებოდი რა და რა ქვია. მიდი უთხარი ხო თუ არა და მე დავურეკავ. ხო თქვა მარიამს მიწერა და ჩამერთოსო ლაივში ხო მეც მითხრა და მირეკა. 22 მარტს მაქვს ეს დღე ძალიან მალე ადრე ლაივში რომ ამბობდიო. ვარ მახსოვს რომ შესვამბობ მიხალხო თავმტკივა. ჩემი ფოტოები მოგეწონათ? კიო რა არის შენი ნამდვილი სახელიო? მარიამი მქვია. მადლობა ხალხო. ძალიან მომეწონა. ჩართავს ახლა. მიდი ველოდები მაგის გამო გამოვედი. კიდე ველოდები თუ მაგრეს ფოტოებსო. იქნება აუცილებლად უმაგრეს ფოტოები კიდევ. ნუ ორ ლუქში დასადები დარჩა. კიდე შავკაბაში მაქვს გადაღებული და წითელ კაბაში რა. კიდე ერთი რამდენიმე ფოტო დაიდება, ოღონდ დღეს აღარ. ხვალ ან ზეგ, ნუ გაჩნია რა. ჩართოს მალე. შორე დაგშორდები ჯავახ. თავ ახლა ნიგას ხო? Yes, ცამით. ჩაირთოს და ვერცამით. ვერცამით მოვალ. ვერცამით მოვალ. მოიცა შემოგოგო. აუ გავალე ხვალ ლაივიდან ხატია. ესეთი სიცხიანიც კი ლაივში ვარ შემომეგობრებო. მარიამ შენდა ჯავახა დაშორდითო. თავს მოვიკლავ. საიდან მოგაქვთ ესეთი მაგარი იდეები?
გამიქრა, ეხლა სახლში ავდივარო და ეგრევეო ჩაგერთვები. მომწერა ეხლა ახლა და დაელოდეთ ცოტა ხანი და რო ჩართავ. ვითამაშებთ და მე უნდა მომაგებინოთ ჩემო მეგობრებო. ცოტა ხანში შემოვალ. მე ტელეფონს შევერთებ სანამ ის სახლში ავა. ნუ ეს 15 წუთში მაქსიმუმ მოკლედ იქნება ჩვენი ლაივი, ასე რომ მეგობრებო, არ მოდუნდეთ, უნდა მოვიგო, ხო იცით, სულ მე ვიგებ ხოლმე.